ერთმანეთი თუ გეყვარებათ, ყველაფერს შეძლებთ. ეს სიტყვები წლების წინ უთხრა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვიმონ ჯანგულაშვილს და სამების ტაძრის საპატრიარქო გუნდის დაარსდა ამასობაში. დიჯორი ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს პირველ შეხვედრას უწმინდესთან. მის რჩევა დარიგებებს და ბოლო დაბადების დღეს. სიყვარულის მასწავლებელი ასე ახასიათებს სვიმონ ჯანგულაშვილი ილია მეორეს, რომელთანაც წლები ახლო კავშირი ჰქონდა. ემოციები დატვირთული ისტორიები მოისმინა ნინუცა როსტიაშვილმა და შეგვიძლია ახლა უკვე თქვენს გაგიზიაროთ ძვირფასო მაყურებლობა. მეგონა რომ სულ იქნებოდა შევხვდით მის დაბადების დღეზე და ჩვენ გვეგონა რომ დამთავრდა ყველაფერი, აღარ შეგვეწუხებინა, უცბად ამ თავისი სნეულების გამო ხან ვერ ლაპარაკობდა ხოლმე, ხან ლაპარაკობდა, როგორც ორგანიზმი მისცემდა და უცბად 15 წუთი გველაპარაკა სულ ყველას და მე თქვა რომ ბერი კაცი ვარ, მიმღერეთო ჩვენი გუნდი იყო. ბერი კაცი ვარ, ნუ მოხლა? ბერი კაცი ვარ, ნუ მოხლა? ბერი კაცი ვარ, ნუ ეს სიმღერა ძალიან უყვარდა. სხვა შორის ლია ჭავჭავაძესაც უყვარდა ეს სიმღერა. და სულ იყო ამ სულიერ ერთიანობაში აი დიდ ქართველებთან. და გალაქტიონს აუგოწესი და შემთხვევით არ არის ალბათ რომ გალაქტიონის გარდაცვალების დღეს გარდაიცვალა. მე მგონია რომ ეს ღვთიური ადამიანები წმინდანებთან ერთად დახვდებიან მას იქ და მათთან ერთად იქნება. პირველი შეხვედრაც შეგეთი იყო ჩვენ საპატრიარქოში მიგვიყვანა ჩვენმა პედაგოგმა დიდმა მოღვაწემ ლია სალაყაიამ და ბაღს ათვალიერებდნენ და ათვალიერებინებდა და მე როიალი დავინახე და დავჯექი და უკრავდი ჩემთვის და თვითონ რაღაც პატარა ხმაური გავიგე და თურმე ჩუმად იჯდა და მთელი 15-20 წუთი მისმენდა და არ მყავდა ახლოდან ნანახი, ერთხელ შორი დამყავდა დანახული ბავშვობაში და ძალიან შევქრთი მომერი და ცხადია, იმიტომ პატარა ვიყავი ძალიან 18 წლის თუ 19 წლის არ მახსოვს და მითხრა რომ love stories თუ დაუკრავო. და მე არ ვიცოდი და მე უბრალოდ ვერც მივხვდი რომ მე love stories-ზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე წარმომედგინა რომ პატრიარქს აუცილებლად მხოლოდ ძალიან სერიოზული კლასიკური მუსიკისთვის უნდა მოესმინა. და ყველანაირი მუსიკა უყვარდა ცხადია. და ყველა შეხება მასთან იყო ეს სიყვარულის ისტორია, ღვთიური სიყვარულის ისტორია. მე ვიყავი კონსერვატორიის პირველი კურსის სტუდენტი და რომ მითხრა რომ თქვენ უნდა გააკეთოთ გუნდის სამების ტაძრის მე ვთხარი ვერ შევძლებთ მეთქი. ერთმანეთი თუ გეყვარებათ შეძლებთო. სიყვარულს სახავდა როგორც ყველა პრობლემის და განსაცდელის მოგვარების ერთადერთ გზად. როდესაც იყო რაღაც განსაცდელი, მუდამ მივდიოდი მასთან. აიცით როგორი განსაცდელი, რომ აი გამოსავალი არ ჩანდა და ვეთყოდი ეს მიჭირს და დამლოცავდა და ერთ-ორ დღეში გვარდებოდა ის პრობლემა. ოღონდ ამას არ ვიგონებ, აი მართლა სასწაულები ხდებოდა. ყოველთვის ატყობდა, როცა რაღაცა უჭირდა ადამიანს და აი ტელეპათიას ეძახიან ამას, მაგრამ ეს არის წმინდანური ჭრეტა, აი მეუბნებოდა, რომ აი შენ ეს გიჭირს. ბევრი რაღაცა ისეთი იყო ძალიან შინაურული, ახლა არ ვიცი, ამ ერთხელ მითხრა, რომ გზის მანიშს გავხარო შენო, შვებსაჩვენებ გზასო და შენ ერთად გზად გახარო, არ ვიცი ეს რა იყო. სიდიადესთან ერთად ძალიან უბრალო იყო, აი ეხლა ესე ვამბობთ ადამიანი რომ წავა რომ ის იყო აი საოცრად იმდენჯერ გვიკამათია და გვიჩხუბია რაღაცაზე, აი მწვენია ამას რომ ვამბობ. მუსიკაზე ეხლა რაზე უნდა გვეკამათა რაღაცა ისო თხზავდა რაღაცას ჩვენ რაღაცას და ეს უბრალოება, ეს მეგობრულობა, ამხელა ადამიანი, ამხელა
დიადი ადამიანი, ვიღაცა პატარა ბიჭთან რომ ესე იყო და მუდამ სიყვარულით და ღიმილით ჰქონდა ეს ურთიერთობა. ყველასთან ესეთი ურთიერთობა ჰქონდა და ესეთად დარჩება რაღაც დიდი უბრალოების და სიდიადის სინთეზი იყო მის პიროვნებაში. იმავდროულად ის იყო როგორც სანთელი, როგორც მზე, როგორც ტაძარი, რომელიც ანათებდა ღვთიური უპირობო უსაზღრო სიყვარულის იდეითაც და არსითაც. მასში იყო ეს და შენ ამას გრძნობდი სულიერათაც და ფიზიკურათაც. სიყვარულის მასწავლებელი იყო და სიყვარულის პატრიარქი იყო და სულ ეს იგრძნობოდა მასში. ამას გვასწავლიდა, რომ ყველაზე მთავარი სიყვარულია, რომ სიყვარული არის ჯულის ასრულებაც, რომ სიყვარული არის ადამიანობაც, ღვთაებრიობაც, ქრისტიანობაც, ყველაფერია სიყვარული. და ესეთად დარჩა ბოლომდე.